გიორგი ჯანელიძე და ანანო თოთიაური, მაგრამ გალაქტიონი. რო არ იყოს. ბებია ჩემი ძალიან შერცხებოდა ეს კაცი რო ვერ გამოიცანია აქ. რაღაცები გამოირიცხა, მაგალითად მეგრელების საქმე. ფიქსირებ, რისკავ, რისკავ. ხოდი გავრისკოთ. მე რას გვეჩვენებდი? მეორე მითხარი გთხოვ. მაქვს პასუხი. უკვე პასუხი. დიახ. მიღებულია. სალამი მეგობრებო, გამარჯობა, როგორ ხართ? ეს არის შემეცნებითი შოუ მაძიებელი, რომელშიც ჩვენ საქართველოს ისტორიას ვიძიებთ და მე ვარ სანდრო ლორთქიფანიძე. დღეს ჩვენი მაძიებლები, უკვე ნახევარფინალისტი მაძიებლები არიან გიორგი ჯანელიძე და ანანო თოთიაური. გამარჯობა, მადლობა მეგობრებო, რომ ჩემთან ერთად ხართ. როგორ ხართ? შეძლებს დაგვარად კარგად. აჰა, მე ცოტა შეშინებული. ანანოს თამაში არ მინახავს, მაგრამ ანგარიში გავიგე. ეს დამანგრეველი ანგარიში. შეიძლება ნახევარფინალზეც გავრცელდეს და გამხნევებ. მხნედიყავით მეგობრებო, მტკიცეთ ზდეკთ. და მოკლედ, რა ვიცი, წესები კი იცით თქვენ, მაგრამ მაყურებელსაც შევახსენებ, 3 რაუნდს ვთამაშობთ, დოსიე, საქმე, ვერდიქტი. თითოეულ რაუნდში 8 ქულის მოპოვება შეგვიძლია. პირველ რაუნდში 2 დოსიეზე ვითამაშებთ და შეეხება კითხვები ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს. მეორე რაუნდში შეეხება კითხვები ცნობილ ისტორიულ მოვლენებს და მესამე რაუნდში უბრალოდ უნდა დავადგინოთ სწორია თუ არასწორია ჩემს მიერ მოწოდებული 8 ფაქტი. მინიშნებებს აქვს სამხილების ფორმა და მინიშნებებზე, რაც უფრო მალე გამოიცნობთ შეკითხვას, უფრო მეტ გულას მიიღებთ 4-დან 1-მდე. მოდი გავიგოთ, ვინ იქნება პირველი, ვინც დააფიქსირებს პასუხს. ერთიანი თუ გერბი? ერთი. გერბი. 1. პირველი დოსიე. ძალიან საინტერესო დოსიე და პირველ მინიშნებას აქვს ფოტოს ფორმა. ანანო შენი დრო წავიდა. თუ გეცნობა ეგ ხალხი. ბაირონი ხო არ არის? ვიცი. ეს ეპოქით ეს სავარაუდოდ ის ადამიანი იყო. სახელებში ძალიან სუსტი ვარ. მაგრამ ვინ არის ეს? რომელმაც გატეხა ეს კოდები სოფლიო ომის დროს. ფაშისტების. ხო. ნაცისტების. მაგრამ ეს ორი ადამიანი რა კავშირში ერთმანეთთან ეგ არის ალბათ. ვაი, მე ამ ადამიანის სურათი უეჭველი ნანახი მაქვს. დარწმუნებული ვარ. დრო გავიდა სამწუხაროდ. კი ბატონო. კარგი. გიო შენჯერიო. აბა. ეს არის შიფრის სამკითხველი მანქანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა ინგლისელმა იმ კაცმა. ხო არ გახსოვს რა ერქვა მაგაც. მოვიწყდა, მაგრამ ვიცი მოკლედ ეგ კაცი არ უნდა იყოს საქართველოს ისტორია რა. ქართველი ბებია ხო არ ყავდა, როგორც ბევრ სხვას. ენიგმა ერქვა მანქანას. ენიგმა ერქვა, კი. დრო გავიდა ამასობაში. ეს კაციც ვიცი მე მგონი ვინ არის, მაგრამ დაველოდოთ მეორე მინიშნებას. საინტერესო ორი კაცია ერთად წარმოდგენილი. კარგი. მეორე მინიშნებაც არის ფოტო. ამ მინიშნებას ახლა წარმოგიდგენთ. ეს არის მეორე მინიშნება. ანანო იწყებს ისევ. ყურსასმენები. თავიდან ვიფიქრე ბარათაშვილისკენ წავედი. ხო. და ეხლა მთაწმინდის გამო გალაქტიონისკენ მივდივარ. თაწმინდის თვარე. ხო. თაწმინდა ჩანს, ხო? ხო. რაღაცა თბილისური პეიზაჟია აშკარად. მაგრამ დროც გავიდა. რაღაც ამ კაცებთანაც საერთო უნდა კონდეს. ხო, მაგასაც ხვდები, ამიტომ არ გაქვს ვერსია ჯერჯერობით. მაშინ გიორგისთან არაო. აბა შენ თუ ნამყოფი ხარ. ეს ქუჩა მე არ ვიცი რომელია ეჭვი მაქვს. რომ ეს კაცი შეიძლება იყოს გალაქტიონ დაბიძე, ეს დაბიძის ქუჩა, მაგრამ გალაქტიონი. რო არ იყოს. გახსოვს ტაბიძის ქუჩა.
ფორსებს აკრებულებთან რომ შედის ეგ ქუჩა. გავს. რო გავიდა? შევინახოთ. შევინახოთ, კეთილი. არ დაფიქსირდა ის ვერსია და მესამე მინიშნება შეგვიძლია ვნახოთ, იმიტომ რომ ეს არის ვიდეო ამონარიდი, ასე ვთქვათ. ალბათ დაგვაბნია, მე მგონი ამ ამბავმა ყურსასმენები გაიკეთებია. სიმღერა პირველად მეზმის. ხო, მაგრამ კლიპიც მნიშვნელოვანია, ალბათ რახან ვიდეო რგოლად ნახეთ და არა აუდიოდ. იქ რაღაც აშკარად დედას ვითომ შვილი უჭირავს და მაღაზია მიდის თავდასხმასავით. ისე მომღერალი ხო გეცნო? მომღერალი მეცნო, კი. კი, Lady Gaga. კი. აქ მაგას მნიშვნელობა Lady Gaga რო იყო. არა, pro clips ალბათ. კაი, ვერსია არ არის. კიო. არა, იმ კლიპში რაც იყო საინტერესო, მე მგონი დავაფიქსირე 911-ო იძახდა. იძახდა. 911. მაგრამ შენს გეტყვი რომ კლიპიც მნიშვნელოვანია. და კლიპი. სხვა შემთხვევაში აუდიოს მოვისმენდით, ხო? რაღაცა უცნაური ბუკეტი შეიკრა, ორი ფოტო, ერთი ვიდეო. ერთი ვერსია კიდე გამიჩნდა. რა ვერსია ისე მითხარი თუ გეტყვი? ისე გეტყვი რა თქმა უნდა. რაღაცა ფარაჯანოვის ესთეტიკას გავდა ეს კლიპი, მაგრამ სხვა რაღაცებთან ვერ ვაკავშირე. მოდი აბა დაველოდოთ ბოლო. დაველოდოთ ბოლო მინიშნებას. არ გარისკა გიორგიმ ვერსიის თქმა და ბოლო მინიშნება მეგობრებო. ყურსასმენები. ხილი ხო გეცნო? არა. ისეთი მე მიყვარს ძალიან სხვათა შორის. შეგიძლია ფოტოებსაც შეხედო. გასარისკად შეგიძლია რაიმე ვერსია დააფიქსირო, იმიტომ რომ პრინციპში აღარაფერს კარგავ. იმ კლიპმა საერთოდ ამრია პერიოდებისკენ წავედი ეს. ბებია ჩემი ძალიან შერწხვებოდა ეს კაცი რო ვერ გამოიცანი აქ, არ მახსოვს. ქვედა? არა, ეგეთი შესარცხენი არ არის მანკაცი ვერ. არა და ზურაბ მაგნა ნახი? ტექსტი რო მოგესმინა მანკაცის უფრო შეიძლება გამოგეცნო იქ. კაი, არ ვიცი. რადგანაც თავიდან არა პრინციპში რა აზრი აქვს რა. თაწმინდის გამო მხოლოდ გალაქტიონს ვიტყვი. მეტი არაფერი. კაი, მიღებული. არ არის ექსტრა პასუხი რაღაც ვერსია დააფიქსირა. ბროწეულმა გამიმყარა ჩემი წინა ვერსია. და ეს არის სერგო ფარაჯანოვი. სერგო ფარაჯანოვი. რატო გაგიმყარა ეგაც აგვიხსენი? თუ არ ვწდები ერთ-ერთ ფილმს ქვია ბროწეულის ფერი. ქვია. კლიპიო შენ აღნიშნე ფარაჯანოვის ესთეტიკაო. დიახ, ჩემი აზრი. და ქალბატონმა Lady Gaga-მ თავადვე აღნიშნა, რომ მთლიანად ეს კლიპი და ეს სიმღერა 911 არის, მაგრამ ამ სიმღერაზე ეს კლიპი შექმნილი იყო სერგო ფარაჯანოვის ინსპირაციით და ეს სწორი პასუხია, მოკლედ 1-0 ხდება ანგარიში. ეს არის ყველაზე ცნობილი ფოტო ფარაჯანოვი, რომ ესე ამხტარი როა. საერთოდ ოღონდ ამოჭრილია ფარაჯანოვი ამ ფოტოდან და მოკლედ ხვები ვინც იყვნენ ამ ფოტოზე, ისინიც ამოვჭერით. ეს კაცი ვინ არის? ამას რაც შეეხება, ეს იყო პირველი მინიშნება. ეს არის ალან ტურინგი, სწორად მიხვდით ორივე ენიგმას. მეორე მითხარით ხო? მეორე არის ოსკარ უაილდი. ოსკარ უაილდი, მე აი ბებია ჩემი მომკლავდა. ეს არის ორი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც ციხეში ჩასვეს სექსუალური ორიენტაციის გამო. ეგეც ვიფიქრე, მაგრამ აი სერგო ფარაჯანოვზე. და მესამე ეგეთი ცნობილი ადამიანი იყო სერგო ფარაჯანოვი, რომელსაც სწორედ ეს ბრალდება წაუყენეს ციხეში ჩასმისას. არაფერი ნახი არ მაქვს. ბებია ჩემი ოსკარ უაილდს არიცნო. მაგაზე ვიფიქრე, უბრალოდ ხო, არა, ნუ ესე ფოტოთი ეხა წერლები უფრო ტექსტებით ვიცით და ფარაჯანოვის შესახებ არ ფოტოები. მაქვს არანაირი ინფორმაცია. და ეხლა რომ გავა ფაქტები ფარაჯანოვზე, აი მაგიდან გავიგე. აი ვნახოთ ფაქტები ფარაჯანოვზე. სერგო ფარაჯანოვი. საქართველოში დაბადებული ეთნიკურად სომეხი, რომელიც უკრაინული ნაციონალიზმის გამო რუსულ ციხეში იჯდა. კინოს თბილისელი ჯადოქარი სომხურ ოჯახში იზრდება. ნამუშევრებში განსხვავებულ კულტურებს წარმოაჩენს. ჩვენ ყველას უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება.
ამბობს ის. ცენზურის მიუხედავად, ტაბუდადებულ თემებზე თავისუფლად საუბრობს. 1973 წელს სექსუალური ორიენტაციის საბაბით აპატიმრებენ. 4 წლის შემდეგ ათავისუფლებენ, თუმცა შუშანიკის წამების გადაღებას უკრძალავენ. უკანასკნელი ფილმის აშუღი ქერიბის ერთ-ერთ სცენაში გვესმის აშუღის სასოწარკვეთილი ამოძახილი. ნუ მცემთ, თქვენი ძმა ვარ. შენ ვერ იქნები ჩვენი ძმა. ყველა ვინც უცხო ქვეყნიდან მოდის, ტერია. პასუხობენ მას. გავაგრძელოთ მაძიებლობა, მივყვეთ ამ საქმეს ბოლომდე და კიდევ ერთი ადამიანი უნდა გამოვიკვლიოთ ვინ არის და რას წარმოადგენს საქართველოს ისტორიიდან. ამჯერად უპირატესობა გიორგის ექნება. პირველი ქულა დაკარგა ანანო მე. ხო, ტურნირზე. კი. პირველად მოხდა რომ სამჯიშნავი. ვიღაც უგებს. რა უღერღულია. ზოარ ვიცი. აჰა, ანუ 0-ზე ვეღარ მოიგებ და დანარჩენი ვნახოთ ახლა. მინუს ქულები ხო არა? არა. კიდე კარგი თორე. ეს არის პირველი მინიშნება მეორე დოსიესი, ეს კაცი დარწმუნებული ვარ, ორივეს გეცნობათ. ეს პერსონაჟი. მოიდა. შენია, კურსასმენები. მეცნობა. ვინ არის? ინდიანა ჯონსი. ზანდება. დანარჩენი უკვე მსჯელობის ამბავია. ქართველი უნდა ვთქვა, ხო? ცხადია. ხო, ხა ჰარისონ ფორდი რომ მითხრა. მაგასაც ბებია თუ არა. მაქვს ერთი ქართველის ვერსია. ვა, ვისი? ნუ დაუშვათ დრო გავიდა. სათოფლიას ნაკრძალი ვინც აღმოაჩინა ჭაბუკიანის. ოღონდ თავში ვიკავებ რა თქმა უნდა ამ. კარგი. მაშინ გადავულოცოთ ანანოს ეს მინიშნება შენ კურსასმენებს შეგიძლია გაიკეთო, შენც დარწმუნებული ვარ იცი ვინც არის. მე კი ვიცი ვინც არის, მაგრამ ეხა იქითკენ წავედი რომ შეიძლება ვეძებ თვითმე არქეოლოგს ან ამ მსგავსი მიმართულებით თაყაიშვილის ვერსია მქონდა. ვისი? თაყაიშვილის. ხო და მაკეთკენ მივდივარ. მალიც. დრო გავიდა. არა ფიქსირებ, აფიქსირებ, რისკავ, არ რისკავ. მოდი გავრისკოთ. გავრისკოთ. ხო, რატო არა? რავი, ეხა იქ ისეთი რაღაცები ამოვა, ისინი სულ დამაბნევს. საერთოდ რა აზრი აქვს? რა აზრი აქვს? იქ რაღაცა მოდი ამას დავაფიქსირებ და მე ვიჯდები ესე წყნარად და დაველოდები. ნება შენია. როდის ჩაიწება ქულები? ანუ ეგ თვითონ თაყაიშვილი. ესეთი რისკიანი ნაბიჯი. გიორგი ანანო გამწარდა შენ რო ერთით ნოლს უგებ და პირდაპირ დააფიქსირა 4 ქულაზე ვერსია თავისი. ჩაღანანო. ვერსია და თავის შეცხენები არ მინდა. ეს ინდიანა ჯონსიაო, ამიტომ ვიღაცა არქეოლოგი ხო არ არის ქართველიო და ჯანი გავარდესო და იყოს ექვთიმე თაყაიშვილიო, იმიტომ რომ ეს არის ექვთიმე თაყაიშვილი, ეს ორი პასუხია. რა მაგარია. მაგარად გამიხარდა. ბრავო. ბრავო. კლიპს გამომიტყრიდი და სუგული და. არა, მე რო ისეთ მინიშნები იქნებოდა, თლად დავიბნეოდი, მართლა დავიბნეოდი, იმიტომ რომ მეორე მინიშნება იყო ეს. აუ. ხა. ხაზე მე მივხვდებოდი. ხა, აი მაგას ბებიაჯები მიყვებოდა ხა. იცი ხო ეგ ამბავი რომ პარიზში მაგით გაძლო. მეთქი ერთი გაიყიდა თქო რა. ესეთი ცუდი პატრიოტი შვილიშვილი ვიყავი, ერთი განძი გაიყიდა მეთქი. საკომისიოდ მეთქი, საკომისიო მომსახურების. არა, აი ხო ეს იქნებოდა და მე კიდე საინტერესო მინიშნები იყო, მაგრამ არ დაგვრცალდა მაგაზე ამბავი და ყოჩახ, რავი, მართლა. ყოჩახ 4-1 ხდება ანგარიში. ექვთიმე თაყაიშვილი კი მართლა გამორჩეული პიროვნება, შეგვიძლია უკეთ გავიცნოთ ჩვენი ვიდეო რგოლიდან. ისტორიკოსი და არქეოლოგი ექვთიმე თაყაიშვილი ბავშვობიდანვე მძიმე ცხოვრებას ეჭიდება. სწავლობს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში. აფუძნებს საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმს და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. იბრძვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და მონაწილეობს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ემიგრაციაში აბარებენ საბანკო ვალუტის, სამუზეუმო განძეულობისა და ხელნაწერების დაცვას. ექვთიმე იცავს განძს და სიდუხჭირეში აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას. სამშობლოში 1945 წელს დაბრუნებულს კვლავაც დევნიან და ავიწროებენ. იღუპება 1953 წელს გულის დამბლით.
2000 წელს თაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ. მოგვიანებით კი ეკლესია მას წმინდანად შერაცხავს და წმინდა ექვთი მეღვთისკაცს უწოდებს. თავბრუდ ამხვევად განვითარდა მოვლენები, მეგობრებო. 4-1 ანგარიში წინ გაიჭრა ანანო თავის მაძიებლობაში, პირდაპირ ესეთი შერლოკ ჰოლმსური დედუქცია აწარმოა და 4 ქულაც მოიპოვა, მაგრამ ეხლა გადავდივართ საქმეზე. ეს არის მეორე რაუნდი, რომელშიც მოვლენები უნდა გამოვიცნოთ საქართველოს შესახებ და საქართველოს ისტორიაში, თანამედროვეობაში და ასე შემდეგ და ამჯერად პირველი თქმის უფლება აქვს ანანოს. ძალიან გვანერიოლებ ხალხს. პირველი მინიშნება ადამენგრეს ეს თავარია. საქმეს ვიზიებთ ახლა. პატიოსანი. მოვლენას ვიზიებთ, ხო? მოვლენა. დიახ. აგით გამაქვს. ყურსასმენები. ნუ რადგან თემი დაყავს და სასამართლო პროცესი, სამართლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი რაც მახსენდება, წავედით ჯინსების თაობისკენ, ან რაღაცა მსგავსი შეიძლება იყოს. შეიძლება უფრო სხვა საქმე იყოს. ამიტომ ეხლა ვერ დავაფიქსირებ ჩემ აზრს. ხო, რთულია ნამდვილად. ბევრი პროცესი იყო. ლოგიკა საინტერესოა, მაგრამ რომელი იქნება, აი ეგ არ ვიცი. ხო. კი ბატონო. მაგრამ შეიძლება მოსამართლეც იყოს ვინმეზე, ან რაღაცა მსგავსი. მაგრამ ეხლა მოვლენა. ამბავი უნდა გამოვიდეს. კი ბატონო. კაი. აბა შენ კენ რა. ახლა მოვლენაზეა საუბარი და ვიღაც სასამართლო მგონია. აჰა. სასამართლოები ან ცნობილები ასე. ხო, იმიტომ რომ ვინ არის ესა? იუსტიცია? თემიდა, ხო, იგი, ხო. ხო და ამიტომ მარტო ერთი ცნობილი სასამართლო არ გვაქვს ჩვენ, ამდენიმე ქონდა და დაველოდები. კი ბატონო, აბსოლუტურად ლოგიკურია ეგ შეფასება. მეორე მინიშნება ვნახოთ მაშინ. მეორე მინიშნება არის ტექსტური, ესეთი ციტატა, მოკლედ მოისმინეთ ამონარიდი ოფიციალური შეფასებიდან, რომელიც ამ მოვლენასთან დაკავშირებულ დოკუმენტში გვხვდება. აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. გიო ყურსასმენები. ბავინ ვის მაშინ ალბათ ქალი იყო წარდგენილი სასამართლოზე. მე უფრო სასამართლოებისკენ მივდივარ და ცნობილი პროცესები, სადაც ქალი იყო წარდგენილი, ეს არ მახსოვს. ქალი დასჯილი მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს ამ მოვლენა გვაქვს. მოვლენა უნდა ვიცი, ისევ ადამიანებისკენ მივდივარ. გიო, არ დააფიქსირა ვერსია, შენ ხო არ გაგახსენდა რამე? რაღაცები გამოირიცხა, მაგალითად მეგრელების საქმე. ხო. მაგრამ რაღაც კონკრეტულად ვერ მიჩნევა თვითმფრინავის საქმე იყოს, როგორაც ფიგურირებდა და მაგრამ მაშინ სიტყვა სექსისტური არ არსებობდა. ხო. რაღაც ახლა კავშირისთვის არა დამახასიათებელი, ხო. ახალია რაღაცა. შეიძლება. დაველოდებ კიდე. კაი, მაშინ მესამე მინიშნება, ყურსასმენები მოიხსენით ორივე, იმიტომ რომ მესამე მინიშნება არის აუდიო. და მოისმინეთ ეს აუდიო ყურადღებით. გიო ყურსასმენები. ეს არის Netflix-ის სავარაუდოდ. ეს არის Netflix-ის. Netflix-ში რაც იყო ნონა გაფრინდაშვილის თემა Netflix რომ უჩივლა მსგავს ეგ მაგას ვაფიქსირებ მოკლედ რა. ვაფიქსირებ კი. როდესაც ნონა გაფრინდაშვილი ეს თემა რა იყო. ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ მაგას ვაფიქსირებ მე. კეთილი. გიო, დააფიქსირა ანანო ვერსია. გეცნო ისე შენ აუდიო. რაღაცა ტელევიზიის იმას. არა გაქვს გამოწერილი და მაშინ ასაკ. ხო, ალბათ. ხო. ეს არის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ გამოიცნო, ანანო. უფრო ძველი მეგონა ეს, ისე ძველი კი, სასამართლო სწორი იყო, ამონარიდი იყო ზუსტად ამ მოკლედ ლაზიერის გამბიტის შეფასება იყო ნონას ადვოკატების მხრიდან. ის ეპიზოდი, რომელიც ეხებოდა ნონას და Netflix-ის ქუდი იყო ნამდვილად ეს მუსიკა და კიდევ ორი ქულა შენს აქტივში 6-1 ხდება მე რას გვეჩვენებდი?
მერე უნდა მეჩვენებინა ჭადრაკის ფიგურა სავარაუდოდ, ხო? ეს ლაზიერი. აი, აბა. ეს საინტერესო кейსია, სხვათა შორის, იმიტომ რომ მოიგო ნონა გაფრინდაშვილმა ეს საქმე და ამ თვალსაზრისითაც უпростоრად მორიგდნენ, ისე რომ ნონა გაფრინდაშვილი მოგებული დარჩა ამ მორიგებით და მოდი ამაზეც ვნახოთ ჩვენი შემეცნებითი ვიდეორგოლი. ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი, რომელსაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 2020 წელს Netflix-ის სერიალი ლაზიერის გამბიტი დიდ პოპულარობას იხვეჭს. ერთ-ერთი ეპიზოდის მოქმედება 1960-იანი წლების საბჭოთა კავშირში ვითარდება, რა დროსაც კადრში გამოჩენილ გოგონაზე კომენტატორი ამბობს. აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის ქალთა შორისაა მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია. ეს სიტყვები ქართველი მოჭადრაკის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მიზეზი ხდება, რადგან 1968 წლისთვის გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები აქვს მინიმუმ 59 მამაკაცთან. აქედან 10 დიდოსტატთან. სასამართლო Netflix ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის $5 მილიონი კომპენსაციას აკისრებს. მოგვიანებით გაფრინდაშვილი იტყვის, ჭადრაკის ენაზე რომ თქვათ, დებიუტი მოგებულია. ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო ნახევარფინალს. 6-1 ამ ეტაპზე ანგარიში, მაგრამ კიდევ ერთი საქმე უნდა გამოვიძიოთ და ამჯერად გიორგის ექნება უპირატესობა დააფიქსიროს თავისი ვერსია. დავიწყოთ ამ საქმის გამოძიება და ისევ აუდიო ფაილთან გვაქვს საქმე. მოვისმინოთ ერთი რა არის ჩვენს ყუთში. ანანო პულსასმენები, პირდები რომ იგივეს არ ჩაგირთავთ. აბა. ეს მატარებლის ხმას გავდა, მაგრამ არ არის. რაღაცა დაზგების ხმა არის. რაღაცა ქარხნის ეს არის. ხო, პერმანენტულობა ქონდა რაღაც. ხო. მაგრამ ეს ქარხანა ბევრი გვაქვს, ან ფერო, ან შეიძლება ქალაქი როსტავი არ დაველოდოთ ახლა. მოვლენა. კი ბატონო. შეინჯერია რომ იმსჯელო, იფიქრო, განიხილო. თავიდან მიფიქრე მეტროს თემა, მაგრამ ესეთი ჩაგუბებული ხმა არ არის, როგორც მეტროშია ხოლმე, მაშინ სავარაუდოდ მატარებელი. ან მატარებლის ამუშავება, რკინიგზის გაყვანა, ტრამვაის, არ ვიცი, მაგითკენ მივდივარ ჯერჯერობით, მაგრამ თავ შეიკავებ. კარგი. მაშინ მეორე მინიშნება. მეორე მინიშნება უკვე ფოტოა. და ეს არის მეორე მინიშნება. ყურსასმენები. არ ვიცი რას მივხვდი, ისეთი კონდა, მაგრამ გიორგის ჯერი. მაქვს პასუხი. უკვე პასუხი. დიახ. აგვიხსენი კიდევაც ალბათ, იმიტომ რომ მოულოდნელი იყო ახლა ეს როცა. აბა ეს ეხა ისიც წინაც დავაფიქსირე და ახლოთ რა ხმა. ის არის ბეჭდვის ხმა. ეს არის საბჭოთა აპარატს გავს და ალბათ ეს არის ვახტანგ მეექვსის დროს პირველი ქართული სტამბის გახსნა. ეს არის პასუხი, რომელსაც აფიქსირებ. დიახ. მიღებულია. ვერსია გაქვთ ხო? დააფიქსირა. მოკლედ ეს არის იოჰან გუტენბერგი, რომელმაც შექმნა პირველი საბეჭდი დაზგა, ის იყო სტამბის ხმა და ეს არის ვახტანგ მეექვსის სტამბის დაარსება, გამოიცნო გიორგიმ ვახტანგ მეექვსის დროს პირველი ქართული სტამბის დაარსება. ეს 3 ქულა არის და 6-4 ხდება ანგარიში. 3 ქულა და ინტრიგა შენარჩუნდა ვერდიქტის რაუნდისთვის. შვენიერი, ვნახოთ როგორ დაარსდა პირველი ქართული სტამბა. 1703 წელს ქართლის გამგებელი ხდება ახალგაზრდა და განათლებული ვახტანგ მეექვსე, რომელიც საქართველოს განვითარებაზე იწყებს ზრუნვას. ვახტანგის კოლოსალური ძალისხმევის შედეგად ანთიმოზივერიელის აქტიური მხარდაჭერითა და მისი უნგრელი მოწაფის მიხეილ იშტვანოვიჩის ხელმძღვანელობით საქართველოში იხსნება კავკასიაში პირველი სტამბა. ეს ეპოქალური მონაპოვარი ხელს უწყობს ქართული ლიტერატურისა და კულტურის მასობრივ გავრცელებასა და შემონახვას. 1709 წელს სტამბაში იბეჭდება პირველი წიგნი სახარება. აქ დაბეჭდილი და შენიშვნებ დართული ვეფხისტყაოსანი კი რუსთველოლოგიას უდებს დასაბამს.
სულ სტამბაში ევროპული ხარისხითა და ყაიდით 19 წიგნი იბეჭდება. თითოეული მათგანი შეიძლება ითქვას, რომ ეპოქის ხელოვნების შედევრია. ძვირფასო მეგობრებო, 6-4 ანგარიში, 2 ქულა სხვაობა, ვერდიქტის რაუნდი ძალიან დამაინტრიგებელია ამ ფონზე. დავიწყოთ, აღნიშნეთ თქვენი 8 ციფრი და შემდეგ გადაწყვიტეთ სწორია თუ არა. პირველი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალ მსახიობებს შორის საერთაშორისო კონკურსებში ყველაზე მეტჯერ, 7ჯერ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის სოფიკო ჭიაურელი დაჯილდოვდა. მეორე, 80 წლის მუჰამედ ირემაძე ამასაკშიც კი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია და კვლავ ცეკვავს ანსამბლ ბერმუხაში. მესამე, პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტის ფოტოები პირველ ქართველ ქალ ფოტოგრაფს ნინო ჯორჯაძეს ეკუთვნის. მეოთხე, მარკო პოლოს ჩანაწერებით დასტურდება, რომ შუა საუკუნეების ტიფლისში ქართველების გარდა სომხებიც იყვნენ დასახლებულნი. მეხუთე, 2023 წლიდან საქართველოში პაპილომა ვირუსზე აცრა მხოლოდ გოგონებისთვის გახდა უფასო. მეექვსე, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი 1921 წლის 6 თებერვალს წითელი არმიის მიერ რეალური სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე 5 დღით ადრე შეიქმნა და მოსკოვში დახმარების თხოვნა გაგზავნა. მეშვიდე, ჰენრი კუპრაშვილი ერთადერთი ქართველია, რომელმაც ბოსფორის სრუტის გადაცურვა შეძლო. და მერვე, ქუთაისობა, ანუ გვირილობა, პირველად 1911 წელს აღინიშნა. თქვენია. მოუვიდა. 1911 წელს აღინიშნა, როცა მოხალისე გოგონები გვირილებს ყიდიდნენ და მიღებული თანხით მზითევს ყიდულობდნენ. მზითევს? ხო. აბა ჩამაბარეთ თქვენი ვერდიქტები. არის რაღაც სხვაობები. პირველი, სოფიკო ჭიაურელი მართლაც არის გამორჩეული ამ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მეჯერ 7ჯერ მიიღო ეს ჯილდო საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის. არ დაიჯერა გიორგი მესამბავი, ანანომ დაიჯერა და 1 ქულა დაიმატა ამითი. მუჰამედ ირემაძე, რომელიც ბერმუხას ღონისძიებებში დღესაც მონაწილეობს, ცეკვავს და აქტიურადაა ჩართული მათ კონცერტებში, არ დაიჯერა გიორგი, არ დაიჯერა ანანომ, 80 წლის კაცი რანაირად უნდა იყოს ასეთი აქტივობით, 100 წლისა მუჰამედ ირემაძე სინამდვილეში და მართლაც მონაწილეობს მთელ ამ ამბებში. სწორად არ დაიჯერეთ. ნინო ჯორჯაძე მართლაც არის გამორჩეული ფოტოგრაფი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში 30 წლის იყო, რომ წავიდა კავკასიის ფრონტზე და იღებდა ფოტოებს ჯერ კიდევ მაშინ. აბა, ორივემ დაიჯერეთ ეს ამბავი და სწორიც იყო. მარკო პოლოს ჩანაწერებით რომ დასტურდება, რომ სომხები ცხოვრობდნენ თბილისში, ეს არ სჯერა გიორგის, მაგრამ სჯერა ანანოს და სწორადაც მართლაც ასე იყო, მარკო პოლოსაც უწერია, რომ ტიფლის ქალაქშიო არიან ქართველები რომ ცხოვრობდნენ ჯერა, მაგრამ მარკო პოლოს რო ეწერა, ეგ აღარ გეჯერა, ხო? აი, ესე უწერია ციტატას გეტყვით, თუ გინდათ, ამ სამყაროში არის შესანიშნავი ქალაქი სახელად ტიფლისი. მაცხოვრებლები სომხები და ქართველები, ქრისტიანები და ასევე ებრაელების რაღაც რაოდენობა. თუმცა ამ ბოლო დროში არც ისე ბევრი, ესე უწერია. მეხუთე, პაპილომა ვირუსზე აცრა გოგონებისთვის უფასოა 2021 წლიდან 2023-დან კი ბიჭებისთვისაც უფასოა და მიზანშეწონილია. აიცერით პაპილომაზე. ხო, ნამდვილად და ძალიან მიზანშეწონილია ეს ამბავი. არა და ორივემ დაეთანხმეთ ამ ამბავს, ამიტომ არაფერი იცვლება ჯერჯერობით ამ ხრივ. მეექვსე, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, ესეთი ისტორიული პარადოქსია, რომ სინამდვილეში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 5 დღის მერე შეიქმნა და ისე გამოიყვანეს თითქოს და წითელი არმიის ინტერვენცია აჯანყებული ქართველების თხოვნის საფუძველზე მოხდა. სინამდვილეში ეს, რა თქმა უნდა, აბსურდი იყო, ამიტომ არა და ორივეს კი გიწერიათ ამაზე, მაგრამ ორივე დავიჯერეთ. კი. და მე ადრე რა ვიმშველობ. ხუთი დღე აკეთიკით. ზუსტად. მეშვიდე, ჰენრი კუპრაშვილი
არ არის ერთადერთი გართველი ჩემო გიორგი, იმიტომ რომ მას მერე თამილა შარუხიამ 52 წლის ასაკში გადაცურა ბოსფორი. მე აი წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს, მაგრამ კი 52 წლის თამილა შარუხიამ გადაცურა. ჰენრი კუპრაშვილის განსხვავება ის იყო, რომ ხელფეხშეკრულმა გადაცურა. აი ესე ეგრეთ წოდებული კოლხურით გადაცურა. კი. ამ შემთხვევაში ანანოსია სწორი და მერვე არის ქუთაისობა, ანუ გვირილობაო. გიორგის წერია, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაციაო, ანონსაც წერია, არ არის სწორი. არ არის სწორი, იმიტომ რომ სინამდვილეში მზითოს კი არ ყიდულობ. აი მზითვის გამო გადავხა მეთქი ხა ეს რა. ესეთი მერკანტილური მიზნები არ ქონიათ, ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ შეგროვებული. მზითმა გაყიდა. ესე მოხდა, რომ საბოლოოდ 9-4 ანგარიში დაგვიფიქსირდა და ანანო ფინალში ხარ. მომილოცავს. ყოჩა ძალიან კაი თამაში შემოგთავაზეთ ორივე მაძიებელმა, მაგრამ გიორგის კიდევ შევხვდებით მესამე ადგილისთვის შეხვედრაში. გილოცავთ მაინც მეგობრებო, კარგი თამაში რო გამოვიდა ამას და მადლობა მაყურებელს რო გვიყურებდით. გამოიწერეთ ჩვენი არხით აროსთაობა, დაგვიტოვეთ კომენტარები, გააზიარეთ თუ მოგეწონებათ და იყავით ჩვენთან ერთად ამ ამბავში, იმიტომ რომ აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთი ეპიზოდით მაძიებლის ეთერში. ეთერი უნდა თქვა ხოლმე YouTube-ში თუ არა, მივირჩიე. ვიდეო გადაცემა, ეპიზოდი. შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით. მადლობა.